Ყველას მოგესალმებით, მე დღეს განვიხილავ ძალიან საინტერესო საკითხს, ეს არის დაპირისპირება M16-ის და კალაშნიკოვის. მოდით დავიწყოთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ამ ორი არახს და რომელი არის უკეთესი. რადგანაც ინტერნეტ სივრცე გაიყო ორბანაკად, ეს არის კალაშნიკოვის მოყვარულები და ეს არის შტატების M16-ის მოყვარულები. M16 იყო შექმნილი იუჯენ სტოუნერის მიერ 1957 წელს და იყო მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებში 1959 წელს. AK-47 იყო შექმნილი მიხაილ კალაშნიკოვის მიერ 1957 წელს და იყო მიღებული საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალებში 1959 წელს. მე ავიღე მოდელი AK-47, რადგანაც მომავალში უკვე 59 წელს იყო შექმნილი ასევე AKM, AKS, მაგრამ კალიბრზე 7.62-39-ზე, რომელიც არის საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი კალიბრი, იყო მხოლოდ ეს იარაღები. ძირითადი ცვლილებები მოხდა მხოლოდ 1974 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირმა გამოიყენა ამერიკული შეერთებული შტატების დადებითი გამოცდილება დაბალ იმპულსიური ვაზნის გამოყენებისას და შექმნა თავისი ახალი კალიბრი 5.55-39-ზე. ამიტომ ჩვენ ვადარებთ M16-ს კალიბრით 5.56 45-ზე და AK-47-ს, რომელიც იყო კალიბრზე 7.62-39-ზე. ძირითადი დახასიათება, როდესაც ჩვენ ვადარებთ ამ ორი არახს, არის ესეთი. AK-47 არის მარტივი და საიმედოვნო ავტომატი. რითი არის გამოწვეული ესეთი დახასიათება. საქმე იმაშია, რომ AK-47-ს აქვს გაზის გამოშვების მექანიზმი გრძელ გუშის ციკლით. ეს სისტემა ჩვენ გვაძლევს მაღალ მგრადობას თუთ პერიოდში, ანუ ავტომატი არ ჭედავს არც ქვიშაში, არც ყინვაში, არც ტალახში, მაგრამ გააჩნია მასიური მოძრავი ნაწილები და გააჩნია მაღალი უკუქცევა სროლის დროს. ეს აისახება დაბალ სიზუსტეში და ეფექტური მანძილის სროლის AK-47-ის არის 300-400 მეტრა. M16-ს აქვს პირდაპირი გაზის გამოშვების სისტემა გუშის გარეშე, რაც ჩვენ გვაძლევს ნაკლებ უკუქცევას, ბევრად მაღალ სიზუსტეს, ეფექტური მანძილის სროლის არის უკვე 500-600 მეტრა, მაგრამ იგივე სისტემა ჩვენ გვაძლევს ნაკლებ მგრადობას და გამძლეობას ცუდ პირობებში. ასევე, როდესაც ჩვენ ვადარებთ ამ ორ ავტომატს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კალიბრებზე. AK-47-ის კალიბრი არის 7.62-39-ზე, M16-ის კალიბრი არის 5.56-45-ზე. M16-ის ვაზნა არის თითქმის 3-ჯერ უფრო დაბალი წონის ვიდრე AKM-ის. მოდით შევადაროთ, ესე გამოიყურება 5.56, ესე გამოიყურება 7.62-39-ზე. ბევრად უფრო ძლიერი ვაზნა აქვს AK-47-ს, მაგრამ ისევე ჩვენ ეს გვაძლევს მაღალ უკუქცევას და დაბალ სიზუსტეს ავტომატურ რეჟიმში. უპირატესობა 5.56-ის დაბალ იმპულსიური ვაზნის ასევე არის მაღალ სიჩქარეზე, მაღალ სიზუსტეში, ავტომატურ რეჟიმშიც კი და ასევე ნაკლები წონა. AK-47-ის წონა არის 4 კილო ნახევარი ჭიდთან ერთად, M16-ის წონა არის 3 კილო 400 გრამი. ამიტომ მოძრაობის დროს ეს არის საგრძნობელი სხვა. ამ ვიდეოში ვეცადე რომ ვიყო მაქსიმალურად ობიექტური და დამოუკიდებელი, მიუხედავად რომ მე მაქვს პირადად M4-ის ტიპის იარაღი. თქვენ თავად შეგიძლიათ გატესტოთ და გადაწყვიტოთ რომელი იარაღი არის თქვენთვის უკეთესი. ეს კი იყო აირონლაშა და ჩვენი ახალი მიმართულება იარაღების განხილვა. დაწერეთ კომენტარები თუ რა საკითხის განხილვა გსურთ მომდევნო ვიდეო რგოლებში. Kalima sui go kita, dama zeli go zeli ta,